ძალიან საინტერესო თემით შემოგვიერთდება ლანა ბლიაძე. Აი ხომ არის რა თქმა უნდა რომ ბავშვებს ყველას უხარია დღესასწაული, ახალი წელი იქნება ეს თუ სხვა დღესასწაული ნებისმიერი. მზადება ეს მთელი ამბავი როგორ მიმდინარეობს და ასე შემდეგ, თუმცა შესაძლოა ბავშვისთვის ეს სტრესის საფუძველიც იყოს. არ უხდება ზოგს ახალი წელი ხო? შეიძლება ვიღაცას არ უხდებოდეს. ლანა, მოგესალმებით დილა მშვიდობისა. დილა მშვიდობისა, ასეთი რაღაცებიც ხდება, რომ ასეთებიც ხდება თურმე სტრესება. კი ბატონო, მოგესალმებით თქვენ, მივესალმებით ჩვენს არაჩვეულებრივ მაყურებელს. დღეს სამშაბათია და საბავშვო რუბრიკით შემოგიერთდით და რაც შეეხება თემას, ახლოვდება წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელიც ყველას განსაკუთრებულად გვიყვარს, მაგრამ მოდით შევთანხმდეთ, რომ ბავშვებს მაინც ყველაზე მეტად უყვართ და პრინციპში დალიმ უკვე წარადგინა თემა მეტნაკლებად, იმიტომ რომ მაშინ როდესაც ხედავთ ნაძვის ხელს ძალიან ბევრი სტუმარი მოდის, მივდივართ გასართობად, ასე ვთქვათ, არდადეგები აქვთ ბავშვებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დადებით ემოციებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს ყოფილა წლის ყველაზე რთული პერიოდი ემოციურად, რამაც შეიძლება ჩვენს პატარებში გამოიწვიოს ემოციური გადაღლა და შესაბამისად სტრესი. ასე რომ ახლა ვისაუბრებთ ჩვენს სტუმართან ერთად იმაზე, თუ რა უნდა გაითვალისწინონ ამ პერიოდში მშობლებმა, როგორ უნდა მოიქცენ, როგორ უნდა დაგეგმონ ეს არდადეგები და დასვენების დღეების სწორად, რომ ეს ემოციური დისბალანსი არ მოხდეს. მარიამ შევნაძე მინდა წარმოგიდგინოთ, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი, რომელიც გვესაუბრება ამ თემაზე კომპეტენტურად. დილა მშვიდობისა, მადლობა რომ ხართ დილიდან ჩვენთან ერთად და მოდით დავიწყოთ საუბარი იმით, ზოგადად დღესასწაულების დანიშნულება ბავშვებისთვის რა მოაქვს ემოციური თვალსაზრისით და როგორ მიდიან შემდეგ სტრესამდე. კი ბატონო, ზოგადად ყველა ადამიანისთვის დღესასწაული დაკავშირებულია პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სიხარულთან, მოლოდინებთან, საჩუქრებთან, ემოციების, დადებითი ემოციების გაზიარებასთან და ასე შემდეგ. თუმცა ბავშვებისთვის დღესასწაული მხოლოდ საჩუქრები ან რაღაცა კონკრეტული თარიღი არ არის. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ამას რამდენიმე ფუნქცია აქვს. პირველი მინდა გამოვყოს სტაბილურობის განცდა. აქ გულისხმობ იმ საოჯახო რიტუალებს, ეს არის ვთქვათ, ნაძვის ხის მორთვა, ანთება, საშობაო ორცხობილების გამოცხობა, გოზინაყის გაკეთება თუ ასე შემდეგ, რაც ბავშვს აძლევს უსაფრთხოების განცდას მთელი სამყაროს მიმართ და მისთვის სამყარო არის უსაფრთხო და პროგნოზირებადი. მეორე ფუნქცია ეს არის იდენტობის ჩამოყალიბება და ასევე მთელი წლის ემოციური რესურსის მიცემა. ასე რომ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გაცილებით მეტი დატვირთვა აქვს დღესასწაულებს ბავშვისთვის. ემოციური თვალსაზრისით თუ მივდივართ გადაღლისკენ, როგორ უნდა მივხვდეთ მშობლები? ალბათ ასაკის მიხედვით განსხვავებული გამოვლენა იქნება, მაგრამ მაინც ესე ზოგადად რომ ვისაუბროთ, თქვათ დღესასწაულებისგან გამოწვეული სტრესი რეალურად აღენიშნება ჩვენ შვილებს, როგორ გავიგოთ? კი ბატონო, პირველ რიგში ასე რომ ვთქვათ, სფეროების მიხედვით შეიძლება დავყოთ ნიშნები, მაგალითად, როდესაც ძილის დარღვევა ხდება, კვების დარღვევა ხდება, გუნება განწყობილების ცვლილება ხდება, ქცევის ცვლილება ხდება. იდეაში მშობლები ბევრს ცდილობენ, რომ დღესასწაული იდეალური გამოვიდეს ბავშვისთვის და ამაში ძალიან დიდ რესურსს დებენ. თუმცა ამავდროულად მშობლებსაც უჩნდებათ მოლოდინი, რაც ბავშვისთვის არის მოთხოვნა, რომ კარგად უნდა მოიქცეს, ბედნიერი უნდა იყოს. თუმცა სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, რაც უკვე მე სტრესორი ხდება ბავშვისთვის, შეიძლება მოხდეს ემოციური გადატვირთვა. შესაბამისად წამოვიდეს მომატებული გაღიზიანება, ქცევის ცვლილება, შედეგად ბავშვს უჭირს როგორც ემოციების მართვა, ბიოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე, ასევე ქცევის მართვაც. კი ბატონო. ეს ის პერიოდია, როდესაც ბავშვებს არდადეგები აქვთ ხოლმე, რომ მშობლები გეგმავენ ყველაფერს, ხო? იმიტომ რომ მეტი საშუალება აქვთ, რომ გაატარონ ბავშვებთან ერთად, ერთი დღე თუ თეატრში მიყავთ, მეორე დღე კინოში, მესამე დღე სტუმრად და აი ასე დაუსრულებლად. ჩვენ კი მშობლები მოსწრების რეჟიმზე ვართ, მაგრამ თურმე არ ყოფილა სწორი და ბავშვებს მაინც და მაინც კარგ ამბავს არ ვერ ვუკეთებთ ამით, რომ აი ეს ყოველი დღე დაგეგმილია და არდადეგები ანუ იმიტომ რომ არსებობს, რომ თქვა დაისვენონ ბავშვებმა და რაღაცა განიტვირთონ, ჩვენ უფრო ვღლით თურმე. ანუ რეალურად აბა როგორ უნდა დავგეგმოთ ეს პერიოდი, რომ სწორი იყოს მათი ემოციებისთვის. პირველ რიგში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის, რომ ბავშვის ძირითადი რუტინიდან არ მოხდეს ეს კონტრასტული ამოვარდნა. ბევრი აქტივობა არ ნიშნავს ხარისხიან განტვირთვას ან დასვენებას. ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ბავშვის ინტერესებიდან გამოვიდეთ და ისე შევარჩიოთ აქტივობა. თუ დღის განმავლობაში
ერთდროულად ძალიან ბევრი აქტივობაა დაგეგმილი, ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვი მოახერხებს მიღებული ემოციების სწრაფად გადამუშავებას. მიზანი არის ის, რომ დასვენება და განტვირთვა გართობა მოხდეს ხარისხიანი. ამიტომ უმჯობესია, რომ თქვათ დღის განმავლობაში იყოს ერთი აქტივობა, მაგრამ აი ამ აქტივობით მიიღოს სიამოვნება ბავშვმა და ამავდროულად ემოციური კავშირი მშობელთან გაძლიერდეს. კი ბატონო, რა არის ის კონკრეტული რჩევები, ვთქვათ, აი გარდა იმისა, რაც ვისაუბრეთ, რაც ამ პერიოდში მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ? პირველი დავიწყებ ისევ რუტინიდან, მნიშვნელოვანია, რომ თქვათ ძილის ან კვების რეჟიმი არ ამოვარდეს კონტრასტულად და თქვათ დაძინების რეჟიმი შეიცვალოს მაქსიმუმ 9 საათით ან 1 საათით, იმიტომ რომ როდესაც თქვათ ძილის დეფიციტი იქნება, მე უკვე ეს ახდენს გავლენას როგორც ქცევაზე, ასევე ემოციურ რეგულაციაზე. მეორე ეს არის ყურადღება მივაქციოთ მაგალითად ძალიან ბევრი სტუმარი მოდის ჩვენთან ხმაურია სტუმრები საუბრობენ იქ განათება ანუ სენსორულად დატვირთული არის გარემო ბავშვს ჭირდება რაღაც რამდენიმე წუთი ან ადგილი რომელიც მისთვის იქნება უსაფრთხო სივრცე სადაც მოახერხებს დასვენებას განტვირთვას და შემდეგ შეძლებს დაბრუნებას ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ეს გავითვალისწინოთ კიდევ ერთი რჩევა რაც მექნება აი ამ სტრესორებიდან გამომდინარე რაც ვთქვათ დაკავშირებულია მოლოდინებთან სენსორულ გადატვირთვასთან ხო მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რომ თუ ბავშვს ჩვენთვის მოულოდნელად ქცევა შეეცვალა არ შევაფასოთ ეს როგორც ცუდი ქცევა ან ვთქვათ არ დავაკავშიროთ ეს უმედურობასთან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის რომ მისი ქცევა გვაჩვენებს რომ მას რიგი საჭიროება აქვს და სჭირდება ჩვენი დახმარება და ასევე ძალიან დიდი ყურადღება მივაქციოთ საკუთარ ემოციურ მდგომარეობას იმიტომ რომ როგორც ბავშვისთვის ასევე მშობლისთვისაც დღესასწაული რიგ სტრესორებთან არის დაკავშირებული როგორც ახსენეთ ვცდილობთ ყველაფრის მოსწრებას და ორგანიზებას შესაბამისად ჩვენი ემოციები პირდაპირ გადადის ავტომატურად გადადის ბავშვზე თუ ჩვენ ვართ მშვიდად და ვიღებთ სიამოვნებას დღესასწაულის პროცესისგან ბავშვიც ზუსტად იგივეს გააკეთებს და როგორი რთულია ხო ხო და ძალიან რთულია რა ვკუთხით იცით რომ ესე იგი ეს ხომ ძალიან დადებითი და ჯადოსნური ემოციებია ხო ფაქტია ხა ის მოლოდინის რეჟიმი რომ აი დილით გათენდება ნუ ვისთან როგორ ჩემთან ასე იყო დილით გათენდება და ეს საჩუქრები რომ დაგხვდება ეს ხომ ნუ ზღვა ემოციებია რა თქმა უნდა ამის კონტროლი შეუძლებელია მაგრამ ესეთი ემოცია ხო ყველაზე მეტად საჭიროა ალბათ ხო აი ამ ჯადოსნობის მოლოდინი ამ ზღაპრის და შეიძლება სადღაც პატარა იმედგაცრუებაც იყოს დაუშვათ ის არ შეხვდეს რაც უნდა და საჩუქრად ხო თუნდაც მაგრამ ეს ხომ დადებითად ილექება მაინც ბავშვი რა თქმა უნდა როგორც ვახსენე ეს საოჯახო რიტუალი რო ყოველდღიურად მაგალითად ხსნით საჩუქრებს ან ახალი წლის ღამეს თავისთავად ეს სტაბილურობის განცდას აძლევს მაგრამ ბიოლოგიურადაც მინდა ავხსნა ხშირად როგორც წესი ბავშვები იწყებენ ერთი თვით ადრე იმაზე ფიქრს როდის მიიღებს საჩუქარს რა იქნება საჩუქარი ანუ ეს არის ხანგრძლივი მოლოდინი გაურკვეველის მოლოდინი, რომელიც სტრესის ჰორმონს, კორტიზოლის დონეს საკმაოდ მაღლა აწევს. შესაბამისად, ეს განაპირობებს სტრესს და თუ ამას ერთვის ის, რომ მოთხოვნა, ან იმ კომენტარი, რომ შენ თუ კარგად მოიქცევი, მიიღებ საჩუქარს, თუ არ მოიქცევი, არ მიიღებ საჩუქარს, ეს კიდევ უფრო მეტად წევს სტრესის დონეს. ანუ ეს არასწორია? აი ეს მიდგომა? ნიშნულოვანია აქ აქცენტი გაკეთდეს იმაზე, რომ ასე რომ ვთქვათ, მის ქცევაზე კი არ არის დამოკიდებული საჩუქარი. არამედ საჩუქარი დამოკიდებულია იმ ემოციურ კავშირზე, რასაც ვთქვათ, ბავშვი იღებს ამ პროცესისგან. მარიამ, კიდე მაპატიეთ. მე მგონი არანაკლებ სტრესია, როდესაც ბავშვი ერთ შვენიერ დღეს იგებს რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, არა? კი ბატონო. მე მაგალითად საბავშვო ბაღში რო დავდიოდი მაშინ აღმოაჩინე როდესაც მოვიდა თოვლის ბაბუა რაღაცა იმერა ისა და ცოტა ხნის მერე გამიჟილი თვალი ნახე თოვლის ბაბუა აღმოჩნდა ვიღაცა ბიძია ვიღაცა ნუ ხო ნუ ამასაც ალბათ სწორი მიდგომა სჭირდება როგორ გაჩნია კიდე როდის იგებს ხა ის ბავშვი არა ხანდახან ხდება ბავშვობაში არ უნდა გაიგოს ერთია მაგრამ ხანდახან ხდება რომ ეს მამა იქნება თუ
ბაბუა ზოგჯერ გამოამჟღავნებს თავს და აღმოჩნდება რომ საბოლოო ჯამში ბავშვები ყველაფერს ხვდებიან. რა თქმა უნდა ეს არის იმედგაცრუების წინაპირობა, მაგრამ მნიშვნელოვანია მშობელი როგორ დაგეგმავს ამ ინფორმაციის მიწოდებას. რეალურად ჩვენ ყველა შეგვიძლია ვიყოთ ერთმანეთის თოვლის ბაბუები, ხო, პრინციპი ეს არის, რომ როცა გსურს სხვა გაახარო და სხვისი სურვილი გაითვალისწინა, ეს განაპირობებს იმ ძლიერ სიხარულს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს რაღაცა გარდამავალი ეტაპი, ის გარდამავალ ეტაპს ისე დავანახოთ ეს ყველაფერი, რომ შესაძლოა რაღაც ჯადოსნობა შეიცვალოს სხვა რეალობით, მაგრამ საერთოდ სხვა შინაარსი დაინახოს ბავშვმა. მარიამ, სიკეთე ისევ დარჩეს იმ სიკეთით. კი ბატონო, ფსიქოლოგებს არ უყვართ ხოლმე აი სწორი არასწორიათი რომ ელაპარაკებით ხოლმე, იმიტომ რომ ვიცი, გასაგებია რატომაც. მაგრამ ძალიან ესეთ ყურში მომხვდა, რაც თქვით, რომ ის რო აი მთელი წელი კარგად მოიქცევი და წლის ბოლოს თოვლის ბაბუა მოგიტანს კარგ საჩუქარს, აი ეს მიდგომა თუ ვთქვათ არ არის მაინც და მაინც სწორი. აი ეს მთელი წლის განმავლობაში мотиваცია, აბა როგორ უნდა მივცეთ ბავშვებს, იმიტომ რომ ამის ხათრით ბევრ რამეს აკეთებენ. კი ბატონო, мотиваციის წინაპირობა შესაძლოა იყოს როგორც კი ბატონო, ანუ საჩუქარი, ასევე თუნდაც სოციალური დაჯილდოება, მაგალითად შექება, ამიტომ არ არის აუცილებელი მაინც და მაინც თოვლის ბაბუა შემოვიყვანოთ ამ პროცესში. საჩუქარი მაინც არის ემოციური ემოციის განმაპირობებელი, შესაბამისად არ არის რეკომენდებული, რომ მაინც და მაინც კარგ ცევას მივაბათ. კი ბატონო. და დასასრულისკენ რიტუალებიც ვახსენეთ ჩვენ და მინდა რომ უფრო დეტალურად ვისაუბროთ ამ მიმართულებით, აი ნაძვის ხის, მაგალითად, აი მთელი ოჯახი, როდესაც აწყობს, იგივე ჯინჯერის ორცხობილების მოხატვა, საჩუქრების გახსნის ცერემონია. აი ეს ყველაფერი ბავშვზე როგორ მოქმედებს? ან რას ნიშნავს ბავშვისთვის და რატომ უნდა იყოს ეს ტრადიციად, რომ აი დედამ კი არა აწყოს მარტო ნაძვის ხე, მთელი ოჯახი იყოს ჩართული ამაში. ზოგადად საოჯახო პროცესებში არა მარტო დღესასწაულების დროს, სხვა დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ჩართულობა. როდესაც ვითვალისწინებთ მის აზრს, მის გამოვნებას, მის შეფასებას, დღესასწაულების დროს ეს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია. როგორც ვახსენე, საოჯახო რიტუალები ბავშვს აძლევს უსაფრთხოების განცდას, სტაბილურობის განცდას და ამავდროულად იდენტობის ჩამოყალიბებაში ეხმარება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ კი შეიძლება ჩვენ სხვანაირად მოგწონდეს იმ ნაძვის ხის მორთვა, მაგრამ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ბავშვის შეხედულებაც. ძალიან კარგი, მადლობა მარიამ, საინტერესო იყო თქვენთან საუბარი. ჩვენს მაყურებელს კი მაქვს იმედი, რომ ეს საუბარი გამოადგება და თუ ახალი წლის ახალწლო პერიოდში, მაშინ როდესაც ყველა მხიარულად და ბედნიერად არის, თქვენმა შვილმა მოიწყინა, ესე იგი უნდა მიხვდეთ, რომ ცოტა სტრესისკენ მიდის ამ ემოციებისგან თქვენი ბავშვი და ალბათ ის რჩევები გამოგადგებათ, რომელიც მარიამმა მოგცა. მარიამ შოვნაძე იყო ჩვენი სტუმარი, მე კი გემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. ჩვენ ვისურვოთ, რომ ყველა ბავშვისთვის, უკლებლივ ყველასთვის ეს იყოს მხოლოდ საუკეთესო და ლამაზი ზღაპარი ეს ახალი წელი, რომელიც უახლოვდება და სწორედ აი ასეთი იყოს მათ ცხოვრებაში წლევანდელი ახალი წელი.